თვითონ მაკლდა მამის სითბო და სიყვარული, იმიტომ რომ 24 დღის მერე ვარ დაბადებული, მამა როცა უკვე გარდაცვლილი იყო და მე თვითონ მამა რას წარმოადგენდა, მხოლოდ როცა მამა გავხდი, მაშინ გავიგე ეს. რეალურად რო ვთქვათ, აი რეალურად მაშინ აღვიქვი თურმე რამ ხელა რამ დამაკლდა, როდესაც მამა არ მყავდა. ყველანაირად ვცდილობდი, სანამ ისინი პატარები იყვნენ, რომ გამეკეთებინა ყველაფერი რაც მამას ეხება, მამასთანაც არის დაკავშირებული და არა თუ მაშინ ახლა ვაჟი ცოლშვილიანია, გოგონა ქალიშვილი გათხოვილია, აი ისი პატარა თავი დარბის ახლაძევი. მე ვცდილობ, რომ ეხლაც ვიყო მათთვის რასაკვირველია, უფრო შეზღუდული შესაძლებლობის ფარგლებში ვგულისხმობ რას. მამა არ უნდა ჩაერიოს გათხოვილი შვილის ოჯახის შიდა საქმეებში და ასევე ცოლშვილიანი ვაჟის შიდა საქმეებში. გარედან რასაც მიეხმარება, ეს ძალიან კარგია. შიდა საქმეებში ჩარევა იქნება კატასტროფა. აი ამას ვცდილობ. ნეტა ყველა მამა და ყველა დედა ასე ფიქრობდეს, რა კარგი იქნება, ძალიან ჰარმონიული იქნება წყვილების ცხოვრება. ხო, არა, სხვანაირად არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ გამოვემშვიდობეთ იმას, როცა ის გათხოვდა და როცა ის ცოლი მოიყვანა, რომ ისინი აღარ არიან პატარები და ისინი ჩვენი საკუთრება აღარ არიან, ისინი დამოუკიდებელი, ჯერ ყოველთვის დამოუკიდებელია შვილი, მაგრამ აი დამოუკიდებელი ოჯახები იქმნება და თუ მიეშველები ხელშეუწყობ რაც შეგეძლება ხომ კარგი, მაგრამ იქ შიდა საქმეებში არ უნდა ფათურო ხელი.